მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდეთ. მე და მარიტამ ორნაბიჯში. მოკლედ პირველ რიგში რა არ ვიყიდეთ ორნაბიჯში, აი ესეთი ეს ვიყიდეთ ზღაპარში, აი ესეთი ხილის მაკოფეები. მე მაკოფეს ვეძახი ესეთ რაღაცეებს, არ ვიცი. ძიანი იყავა ხილის არომატით, რაღაც ახალი არის და იყიდება მარტო ზღაპარში და მაგის გულისთვის მივედით მანდ და ვიყიდეთ, არ ვიცი რამდენია, მაგრამ ბევრი არის. სხვათა შორის ერთი გოგო იყო კიდე და იმასაც მოუნდა ყიდვა რაღაც ეთქმა გემრიელი არისო და მეც ვიყიდიო. მე მგონი რეკლამა გამოგვივიდა პირდაპირ ადგილზე. ესეთი კვერცხი, სხვათა შორის ორნაბიჯში კვერცხი არისო, ესეც ლიბრეში ვიყიდეთ. არ ვიცი თქვი ორნაბიჯში რა ვიყიდეთ, თქო მაგას გაჩვენებთ ხო, მაგრამ ორი შეკვრა კვერცხი, ვაშლი, ასევე ლიბრეში ვიყიდეთ. და აი ორი ნაბიჯის პარკები. პური ყველაზე ჩვეულებრივი პური. ხაჭო ესეთი, იოგურტები, აი ესეთი, სამი შეკვრა, ორი ატმის და ერთი მარწყვის, ატმისთან მიყვარს და ნუ მარწყვისაც. ეს რა არის? ესეთი თხევადი საპონი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ არ მომეწონება. გრეიფრუტის ყოფილა. აი ესეთი დარიჩინი. ასევე ცომის გამაფხვიერებელი. ორი ცალი. ვანილი. უი, ამ იოგურტებს გაზდის. გენაცვალე. რა გაზდის? გაზდის. აი ესეთი ჩუდოს იოგურტები, მაგრამ სამწუხაროდ აი ხა აი აქედან თუ საიდანღაც გაზდის, გატეხილი ყოფილა. ესეთი პური ვიყიდეთ. არ გვიყიდია ჯერ, ხა პირველად ვიყიდეთ. ესეთი და ნახეთ აბა თუ მოგეწონება. ეს პურიც ნახეთ სახეული ყოფილა. ბერგამოტის ჩაი, ჩვენი საყვარელი, მე და მარიტას გვიყვარს ძალიან. შავი შოკოლადები, ორნაირი ვერსია. M&M's-ები. კიდევ ერთი მაკოფეები. კიდევ მსხალი. აი ესეთი მსხალი ვიყიდეთ. 1 2 3 4 5 ცალი არის აქ. ესეთი ბულგარული წიწაკა. ასევე მწვანე ბულგარული წიწაკა. ლიმონი. ლიმონის სეზონი აქტიურია ჩვენთან. რა თქმა უნდა, დიროლები და ბანანი. ბანანი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს. თან კარგები იყო. ხანდახან არ არის ხოლმე კარგები და ახლა ყველა კარგი იყო. და ავარჩიე აი ესეთები. აი ესეთი ბანანი მიყვარს. ყვითელი და არა მწვანე ან ყავისფერი. აი ესეთი საყიდლები მეგობრებო. ეხლა ეს ყველაფერი დავაბინაოთ მაცივარში და კარატებში. ვახ, როგორი პეჩენიები უნდა გამოაცხოს მარიტა. აურა საყვარლებია. აბა მიდი. ეხლა ფრთხილად უნდა ხელი არ დაიწო. შუაში ჩადე შუაში. ეგ ძალიან მაღლაა დე შუაში. ეგეც ხო აი ქვემო, ხო აი მას. ფრთხილად ხელი. ხო ეს ყოჩო. ესე მოკლედ მოიცადე რამდენზეა 180-ზე, ზუსტად დავაყენოთ 180-ზე. ნუ 20 წუთზე დავაყენოთ და ჩავიხედოთ ან 15-ზე დავაყენოთ. კაი, 15 წუთი. აჰა, 15-ზე დავაყენოთ. всё, დაკეტე. 180 გრადუსზე და 10 წუთი უნდა, მაგრამ ვნახოთ აბა, რამდენ ხანში გამოცხება. ესეთი გემრიელი სახალხო განწყობა გვაქვს. მეგობრებო, მარიტამ მოინდომა პეჩენიების გამოცხობა და მე მგონი რომ გემრიელი გამოუვა. ეხლა რო გამოცხება,
ნახოთ აბა, გავსინჯავთ და თუ მოგვეწონება. ეს ჯერ უნდა გაცივდეს არ ხო, თუ მოგვეწონება, მარიტა რეცეპტს იმედია გვეტყვი. მარიტა გეტყვით რეცეპტს. აღარ თუ მოგვეწონება. მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ მოგვეწონება. ნახოთ. აი ესეთი საყვარლობა გამოვიდა მარიტუნას. ცოტა ხანში ეხა გაცივდეს და უფრო ხრაშუნა რო გახდება, მერე გავსინჯავთ. აბა, გავსინჯოთ ეხა მარიტას მომზადებული პეჩენიები. კარგად გაჩვენოთ. აი ესეთი. უკვე გაცივდა და მე მგონი რომ ხრაშუნა იქნება. რომელი ავიღო? მოდი აი ამ გულსავე. შეკოლად ძალიან მოგეწონეს. ესეთი. ხრაშუნა. კაია. სერიოზულად? სერიოზულად. აურა ჯობია მაღაზიის ეს. კი, ბევრად. გასინჯა. ჯერ არ მინდა. ხრაშუნა. ძალიან კაია. მაშინ ღირს რეცეპტის დაწერა. და აი აქ სადმე დაგიწერთ. აი აქ. რეცეპტი ძალიან მარტივია. მარტივი გასაკეთებელია, ხო? კი, ჩვეულებრივი პეჩენიები. ძალიან კაია. უნდა გადაგვეღო როგორ გააკეთე. მაგრამ არ მინდაო ჯერ პირველად რომ გააკეთე, მაგიტომ. სხვა დროს გადავიღებთ პროცესს. Проживает во всемирно известном отеле «Плаза», самом лучшем отеле Нью-Йорка. აიგე, მამამისის ხვით შეუყვეთა რაღაც ნახე ეს სასაცილო კაცი. Рождество. Его не видели. Нам надо будет связаться с вами. И мы найдем его, если он воспользуется ими. Но Кевин не знает, как пользоваться кредитной картой. კი, აბა не знает. Ох ты, получилось. რაღაც ნაწილში კარიც ამოვიდა და ძალიან გემრიელია. Седрик, да? Не считай открыто свои чаевые. Гайге, Марта, он не знает, он пользуется. Выясни все, что сможешь, вон про того мальчишку. Сюда, пожалуйста. Это не дайчудное. Что-то не так. Желаю приятно провести время. И не забудьте сказать вашему папе. Аурала Мазиари. О, такая номерия. Аура кайна. Роскошная и просторная. ამდენი გულის აიგე. მამამისის კარტიდან. ჩვენ პეჩენიას ჭამ ზუსტად ეგენი იდეას. აიჭა, ახლა. პარდამები ისე ჭამე? არა. კიდე ერთი ზადდება. ამ ბალობას გილოცავთ. აია. on ძალიან ბევრი გამოვიდა. 6 წელი გამოვიდა. 6 დიდი. მიხედავთ რა უშავს. ლობენ ბერნარდოსავი. ლობენ ხა, კაი 3 რა. არ არსებობს დედამიწაზე ეგეთი ცნება. სხვათა შორის კაია. კაი 3. მართლაც. 6. და კიდე ერთიც გზაშია. გოგოებო, ეხლა მე და თქვენ ერთად უნდა ჩავიხატოთ, იმიტომ რომ გასასვლელი ვარ და მოპეთ პატარა get ready with me მოვაწყოთ vlog-ში. ჩავსვათ. ცალკე აღარ დავდებ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ სწრაფად მინდა რომ გადავიღო, ამიტომ ვისაც მოგენატრათ ესეთი ფორმატი. ნელა შემოგაპარებთ. ხო, რას ვაკეთებ?
როგორც ყოველთვის ყველაფერს არაფერი არ შეცვლილა დიდად. ვინც უყურებდით ხოლმე ჩემს მაკიაჟურ ვიდეოებს, ძირითადად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ის, რომ კონსილერს ვინაწილებ ფუნჯით, ადრე ვინაწილებდი ხოლმე beauty blender-ით ან თითით და ეხლა მივეჩვიე ფუნჯით, ეს ბოლო რამოდენიმე კვირა. რაღაცნაირად ადრე არ მომწონდა და ეხლა მომწონს. ეთყობა ეს კაი ფუნჯი არის მაგისთვის, არ ვიცი, ესეთი ჩვეულებრივი ფუნჯია და ძალიან სწრაფად ანაწილებს კონსილერს. დღის კრემი და თვალის კრემი უკვე დავიტანე. ცოტა BB კრემსაც წავისვა. ცოტა. ისე იდეაში ჯერ BB კრემი უნდა წამესვა და მერე უნდა წამესვა კონსილერი, მაგრამ გვიან გადავწყვიტე. თავიდან არ ვაპირებდი. ბოლო დროს იშვიათად ვიყენებ ტონალურს და აი BB კრემს მივეჩვიე უფრო. ხანდახან ამასაც არ ვისვამ ხოლმე. ტონალურს ვისვამ რამე ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში. რამე ფოტოსესიისთვის თუ ვემზადები. მაგ დროს კი. თორე ისე არა, რაღაცა ბუნებრივი ის მომწონს ძალიან. ბუნებრივი ეფექტი. იმის მიუხედავად, რომ არ მაქვს იდეალური კანი, მაგრამ აი პირიქით ეგ მომწონს. როდესაც ბუნებრივად ჩანს რა ყველაფერი. მაგრამ ესე დოზირებულად და ამის ეფექტი აქვს ზუსტად აი BB კრემს ჩემი აზრით. რაღაცა ნიღბის ეფექტს არ გვაძლევს და ამიტომ ძალიან მომწონს. წარბები ცოტა გავიმუქოთ. ოდნავ აი სიცარიელეები რაც მაქვს, ეგ მინდა რომ შევივსო. შემდეგ ცოტა პუდრი დავაფიქსიროთ. ყველაფერი. აი ასე. მერე კონტურინგი აუცილებლად. ბოლო დროს ძალიან მომწონს ესეთი რუმიანა. და ვიყენებ Essence-ის highlighters. თითქმის ყველგან. ეხლა შემიძლიათ მაგ გავიშალო. აი ესეთი კონტური აუცილებლად. რაც შეეხება მძინვარე ტუჩსაცხს, მაგას ბოლოს წავისვენ, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი რას ჩავიცვა. ეხლა აი აქ მინდა დავიმატო ცოტა ყავისფერი ჭრილები და მინდა ესეთი ბრტყელი ფუნჯი და მუქი ჭრილები. ტუში. ესეც ასე. აი ესეთი მაკიაჟი მექნება დღეს. და ეხლა მოვიფიქროთ რას ჩავიცმე.
აი ეს გადავწყვიტე.